ამოცანებში ხვდებით ხოლმე ამ ტერმინებს ჯერ მეტი, ჯერ ნაკლები. და ხშირად ეშლებათ, ჯერ მეტი არ ნიშნავს აუცილებლად გამრავლებას და ჯერ ნაკლები არ ნიშნავს აუცილებლად გაყოფას. ჯერ მეტი და ჯერ ნაკლები შეიძლება ნიშნავდეს გამრავლებასაც და შეიძლება ნიშნავდეს გაყოფასაც. გააჩნია ამოცანის პირობას. აი მაგალითად, ერთ თაროზე 5 წიგნია. ხოლო მეორეზე 6 ჯერ მეტი. რამდენი წიგნია მეორე თაროზე? აქ ძალიან მარტივად ჩანს, რომ მეორე თაროზე არის მეტი წიგნების რაოდენობა. დიდი რიცხვის მისაღებად ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, გამრავლება და არა გაყოფა. ანუ 5-ს გავამრავლებთ 6-ზე და მივიღებთ 30 წიგნს. ეხლა განვიხილოთ ამ ამოცანის მეორენაირი ინტერპრეტაცია, პირობის უბრალოდ. ახლა მეორენაირი პირობა. პირველ თაროზე გვაქვს 5 წიგნი, რაც ეს სიტყვა გამოიყენება ამის შემდეგ, გვაქვს პირობაში. 5 წიგნია, რაც 6 ჯერ ნაკლებია მეორე თაროზე წიგნების რაოდენობაზე. ანუ 5 წიგნი მეორეზე აუცილებლად აქ ვწერთ ეს 6 ჯერ ნაკლებია. 6 ჯერ ნაკლებია. ნახეთ, აქ გვაქვს ნაკლებია, მაგრამ არ ვიყენებთ გაყოფას, იმიტომ რომ 5 წიგნი რაღაცაზე არის 6 ჯერ ნაკლები. ამ შემთხვევაში ნაკლების როლში გვაქვს 5 წიგნი. ესე იგი, დიდი რიცხვი უნდა ვიპოვოთ. და დიდი რიცხვი რო ვიპოვოთ, ამისთვის საჭიროა 5 გავამრავლოთ 6-ზე. ანუ 5-ს 6-ზე ამ შემთხვევაში ვერ გავყოფდით, იმიტომ რომ 5 დაპატარავდებოდა თან ეს ამოცანა არის მესამე კლასის წიგნიდან და 5-ის 6-ზე გაყოფა მესამე კლასში არ ისწავლება. და მივიღებთ ისევ და ისევ 30, ხომ? ანუ პირველი ამოცანას და მეორე ამოცანას რეალურად ერთი და იგივე პირობას გვთავაზობს, პასუხიც ერთი და იგივეა, მეორე თაროზე წიგნების რაოდენობა 30-ია.